ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ. ზვიად კუპრავა ამ გეგმის და ვიდეო გაკვეთილების დაპირების შესრულებას ვეღარ შეძლებს. შემდეგი სერია აღარ იქნება, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაული პირველივე ვიდეოში ამოიკითხა და კუპრავა დააკავა. ნაციონალური მოძრაობის წევრს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას და დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრივობას. კუპრავას საქმე ქართული ოცნებისთვის თვითდაჭერის პროცესის გაგრძელებაა. შთაბეჭდილება რჩებათ, რომ პოლიტიკოსები კანონს გამიზნულად არღვევენ, რათა 4 ოქტომბრის აქციას და მორიგ მარცხს თავი აარიდონ. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ ამ 4 ოქტომბრის აქციას. მათ შორის არის ზვიად კუპრავა ცნობილი თავის განცხადებებით, მოქმედებებით და დიდი ხანია მას ვიცნობთ როგორც გარკვეულ ვარიაციას ლევან ხაბეიშვილისა. საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შესვლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. საჯარო დაწესებულებების პიკეტირება არის სისხლის სამართლის დანაშაული. ძალადობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოლოტოვის კოქტეილის როლა არის ტერორიზმი, შიდა ტერორიზმი. პოლიციაზე თავდასხმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ყველაფერი დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულები. ოპოზიციის ის ნაწილი კი, ვისაც კანონი ჯერ არ დაურღვევია, მხარდამჭერებს 4 ოქტომბერს ისევ ქუჩაში ეპატიჟება. ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის კონკრეტული გეგმა არა, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გეგმა აქვთ, რომლითაც პოლიცია 4 ოქტომბერს იმოქმედებს. სუსი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა, რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა, რას აპირებენ ისინი. ოპოზიციის წყარო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მალევე გაშიფრა. ირაკლი კირცხალიას მტკიცებით გეგმაც და ფოტოებიც, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, ძველია და ის ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ ძალოვანს, ირაკლი შაიშმელაშვილს ეკუთვნის. ჩვენ ნახეთ უხარისხო ფეიკი რაღაც ძველი გეგმა ეპოშის დავწერე გუშინ, რომელიც თავის დროზე ალბათ წარადგინა შაიშმელაშვილმა და კარგი პასუხითაც გამოაბრუნეს, სადაც მუშაობდა იქიდან. მოკლედ, როდესაც შაიშმელაშვილი ადგენს შენ საინფორმაციო ბადეს და შაიშმელაშვილის რაღაც გეგმებით და რაღაცა უაზროს ხაპრებით და სიზმრებით ცდილობ, რომ რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა, ну ეს უბრალოდ ტრაგიკომედიური ჟანრია. PowerPoint-ის პრეზენტაციაში დატანილი სურათები არის რამდენიმე წლის წინანდელი, თარიღებიც კი არასწორად არის მითითებული და ერთ-ერთი მაგალითად საერთოდ არ გამოიყურება პარლამენტის შენობა ისე, როგორც ამ მათ გავრცელებულ სურათზე არის. დიახ, ყველამ კარგად იცოდეს, რომ უსაფრთხოება ჩვენ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში პარლამენტში არის უზრუნველყოფილი, მათ შორის არის გამაგრებული ჭიშკრები. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების, მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების ყველა ქმედება სახელისუფლებო გუნდს არწმუნებს, რომ მზადება პროცესების რადიკალიზაციისთვის მიმდინარეობს. 4 ოქტომბრის აქციის ღია მხარდაჭერის გამო კი ევრობიუროკრატებს პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ მინიმალური გადაცდომისთვისაც კი პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. დაანონსებული აქვთ არჩევნების პარალელურად ძალადობა, მათ სურთ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოვლენებაში, ვერავინ ვერ გაიქცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მხილებას, საჯარო მხილებას. თუ კი ერთი ფაქტიც იქნება ძალადობის, ყველა ის უცხოელი, რომელიც სოლიდარობას უცხადებს მოძალადეებს, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან ხმამაღალი საუბარი. დაარღვევენ კანონს და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. არანაირი რიტორიკა, არანაირი უცხოეთი და მხარდაჭერი განცხადებები, არანაირი აქ Facebook-ში ტირილი და ყვირილი არ უშველით. ეს არის კატასტროფა, რასაც დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. არაფერი არ მოხდება. 4 ოქტომბერს ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, არანაირი რევოლუცია, არანაირი, რა ვიცი, დამხობა, არაფერი, იქნება მშვიდობა.
არჩევნებამდე 3 დღით ადრე ოპოზიციის ნაწილმა ტერმინები შეარბილა. ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობას აღარ იმეორებენ და ამტკიცებენ, რომ 4 ოქტომბერს დაანონსებული შეკრება მხოლოდ მშვიდობიანი იქნება.